გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენი მესამე ლაივი არ იგით დღეს. პირველ რიგში მომწერეთ როგორ ისმის ჩემი ხმა და რომ დავინახოთ თქვენი კომენტარი, რომ ისმის ჩემი ხმა. უკვე დავაყენე ისე პროგრამა, რომ წესით თქვენი კითხვები უკვე უნდა დავინახო, რომ შემდგომ გიპასუხოთ თქვენს კითხვებზე ლაივის დროს. ამიტომ დამიწერეთ როგორ ისმის პირველ რიგში. ისმისო, დამიწერეს. კარგია, ესე იგი დავაყენე პროგრამა, რომ წავიკითხავ თქვენს კითხვებს. პირველი ორი ლაივი რომ მქონდა Facebook ჯგუფიდან გავედი პირდაპირ ეთერში. ის Facebook ჯგუფი დამიბლოკეს თუ დამებლოკა არ ვიცი, ის აღარ ფუნქციონირებს. ამიტომ ეხა მესამე ლაივს გავდივარ პირადი გვერდიდან. პირადი გვერდი გადავიყვანე პროფესიულ რეჟიმზე. გამოწერა შეიძლება უკვე ჩემი, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი პირადი გვერდი ინგლისური ასოებით არჩილ კრავეიშვილი. ამ პირადი გვერდიდან გავდივარ პირდაპირ ეთერში და აცი პირდაპირ ეთერში გავალ ხოლმე ჩემი პირადი გვერდიდან ლაივები ამ ჩემი გვერდიდან გვექნება ხოლმე. დღეს მინდა ვისაუბრო ესეთ თემებზე, რაც საკაცობრიო თემებზე, რაც მთელ კაცობრიობას ეხება. პირველი ლაივი რომ მქონდა 2 კვირის წინ იყო გაცნობითი, ზოგადი. მეორე ლაივი იყო ოდნავ მიწიერ საკითხებზე ჩვენ ქვეყანაზე, საქართველოზე, პრობლემატიკებზე და ყოველდღიურობაზე, რაც არის ჩვენს ირგვლივ. დღეს მესამე ლაივი უკვე იქნება ისეთ თემაზე, რაც სულიერ სამყაროს ეხება და მიწიერ სამყაროს ორივეს ერთად. თუ რა კავშირი აქვს მატერიას ამ მიწიერ ცხოვრებაზე, ჩვენ მიწიერ სხეულებს, ჩვენ სულებთან, სულიერ სამყაროსთან, რისთვის შეიქმნა საერთოდ ადამიანი, რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი, რისთვის გააჩინა კაცობრიობა. რა მიზანი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, როგორც ზოგადად კაცობრიობას, ასევე კონკრეტულად თითოეულ ადამიანს, თითოეულ ინდივიდს, რისთვის დავიბადეთ ადამიანებად, რისთვის მოვედით დედამიწაზე. იმისთვის, რომ გვაკიცრია მისია. ზოგადი მისია ყველა ადამიანის არის ის, რომ სანამ შეიქმნებოდა მატერიალური სამყარო, სანამ შეიქმნებოდა დედამიწა, ჩვენ მანამდეც ვარსებობდით სულების სახით, სულიერ სამყაროში, სულიერ სამეფოში ვიყავით. საიდანაც შემდგომ უკვე მოვევლინეთ, უკვე სულები ჩაიბერა ჩვენს მიწიერ სხეულებში. იმისათვის, რომ სულები გახდნენ სრულყოფილები. აზრი იმაშია ჩვენი არსობის, კაცობრიობის არსობის, რომ ვესწრაფოთ სრულყოფილებას. მთავარი მიზანი და დანიშნულება ეს არის. და არა ის ყოველდღიური მიწიერი საკითხები, რომლებშიც ვართ ჩაფლულები და ჩაკარგულები. უნდა გვახსოვდეს მთავარი მიზანი ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი დაბადების და ჩვენი საერთოდ შექმნის, რომ ეს არის სრულყოფილება. სრულყოფილება ეს არის იმ სულიერი თვისებების და უნარების გამომუშავება, რომლისთვისაც შეიქმნა საერთოდ ადამიანი. ადამიანის დაბადებიდან მისი ცხოვრების განმავლობაში სიკვდილამდე, უბრალოდ გარდაცვალებამდე, ადამიანი ყოველდღიურად ამუშავებს პროგრამას. იმ პროგრამას, რაც აქვს მის კონკრეტულ სულში ჩატვირთული, სულიერი სამეფოდან, რასაც მატრიცას ეძახიან. ეს არის ის პროგრამა, რომელიც უნდა დაამუშავოს და გამოიმუშავოს ადამიანმა. მთავარი პროგრამა, მთავარი დანიშნულება ეს არის სულიერი ფასეულობების და უნარების გამოვლინება. ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრ რამეს გადის, ბევრ პრობლემას, ბევრ კარგს ნახულობს, ბევრ ცუდს. 1000 რაღაც შეიძლება გადახდეს ადამიანს თავზე.
ამიტომ როგორ რეაგირებს ის ამა თუ იმ მოვლენაზე, ამა თუ იმ პრობლემაზე, როგორ გამოიმუშავებს ის სიყვარულის უნარს, თანაგრძნობის უნარს, მიტევების უნარს, ურთიერთგაგებას, ეს ყველაფერი ამ ცხოვრების განმავლობაში ხდება. ამ ცხოვრების განმავლობაში იწვრთობა ჩვენი სული, ჩვენი შინაგანი სამყარო და იზრდება ჩვენი ცნობიერება. თუ როგორ რეაგირებთ ჩვენ ამა თუ იმ მოვლენაზე, ამა თუ იმ ადამიანზე, რას ვაკეთებთ ყოველდღიურობაში, რა აზრები მოგვდის, რა განწყობა გვაქვს, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ვაკეთებთ აგრესიით, თუ ვაკეთებთ სიყვარულით. და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც მეტ უნარს ავლენი, ის უნარი ღვივობს შენში. როცა ადამიანი ყოველდღურად აგრესიული არის, ის უკვე შინაგანად ხდება, სულიერად ხდება აგრესიული. ამით ჩადის დაბალ ვიბრაციებში და ვერ იმუშავებს იმ თავალ პროგრამას, რაც აქვს სულიერი სამეფოდან დაკისრებული, რომ მან სულიერი კეთილ უნარები გამოავლინოს, როგორიც არის სიყვარული, როგორიც არის მადლიერება, როგორიც არის თანაგრძნობა, სიკეთე. ამიტომ ყოველდღიურ ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვეცადოთ ჩვენი აზრებით, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენი განწყობით, რომ ვიყოთ სიყვარულით, პირველ რიგში შინაგანად. და როცა ადამიანი სიყვარულით ცხოვრობს და გულით ცხოვრობს და სუფთა ცნობიერება აქვს, მის სიტყვაშიც აისახება, მის საქციელშიც. ეს გარედანაც ჩანს, შესახედადაც ჩანს ადამიანს სახეს რო შეხედავ, მის მოქმედებაზე, საქმეზე, საქციელზე, გაკეთებულ საქმეებზე, როგორ აკეთებს ის, რას აკეთებს, ვლინდება ეს თვისებები. ყოველდღიურად უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ ვიყოთ სიყვარულით, ყველაფერი ვაკეთოთ სიყვარულით, ყოველი ჩვენი პასუხი, ყოველი ჩვენი სიტყვა, რასაც ვეუბნებით ერთმანეთს, ის აზრები, რომელიც მოგვდის თავში, ის სურვილები, რომელსაც უსურვებთ ჩვენ სხვას და ის საქმეები, რასაც ჩვენ ფიზიკურად ვაკეთებთ, ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ჩვენ სიყვარულით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წუთი სოფელი, რომელშიც ჩვენ ვართ, ეს რაღაც 100 წელი და ზოგი 50 წლამდე ჩვენ ცხოვრობს, არა თუ 100 წელი. ესაა წუთი სოფელი. არ უნდა ჩავიკარგოთ ამ ყოველდღიურობაში, ამ დეტალებში, ამ მატერიაში. უნდა გვახსოვდეს, თავში უნდა გქონდეს ის, რომ თავარი ეს არის სულიერი სრულყოფილება. უნარების გამოვლინება ჩვენი სულიერი უნარების. იმიტომ რომ ამ ცხოვრების შემდეგ, როცა ჩვენ გარდავიცვლებით და ყველა გარდავიცვლებით, ჩვენ გველოდება იქაური ცხოვრება. რაც არ არის ესეთი წუთი სოფელი, როგორც ეხლა აქ. იქ უფრო ხანგრძლივად მოგვიწევს ყოფნა. ამ სტრუქტურაზეც ვისაუბრებ, როგორ ხდება და რანაირად ხდება. ყველა ადამიანი მოდის პროგრამით. აი მაგალითად არის ადამიანი, რომელიც საწყავს მოხუცი დედა ან ბებია და მთელი დღის განმავლობაში უვლის მას. არის მაგალითად ჩაწოლილი ისეთი რაღაცა სჭირსა დაავადება, ავადმყოფობა, უწევს რომ თავის დედას, ბებიას მოუაროს, იზრუნოს მასზე. ეს მისი პროგრამა არის, მისი დანიშნულება არის. იმიტომ მოუვლინეს ეს მოვლენები და ეს საზრუნავი ადამიანი მას მის ცხოვრებაში, რომ მან გამოიმუშავოს ზრუნვის და მზრუნველობის თვისება და უნარი. რომ ის უვლის მის მოხუცებულს და ზრუნავს მასზე. მისი ტყუილ არაფერი არ ხდება. როცა ესეთი რაღაც ხდება, რომ შენ გიწევს, რომ ჩავარდნილ ავადმყოფ შენ მოხუც ბებიას ან ბაბუას მოუარო და იზრუნო მასზე, ეს ტყუილ არ ხდება, ეს იმიტომ ხდება, რომ შენ გამოიმუშავო მზრუნველობის უნარი, სიყვარულის უნარი. და არც ის ადამიანი მოდის ტყუილად ამ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მას უვლის, მისი შვილი ან შვილიშვილი. ისიც სპეციალურად იმიტომ დაიბადა, რომ მან თავის პროგრამა, თავის კარმა გამოიმუშაოს. ჩვენ როცა ვიბადებით ჩვენ ოჯახებში, ჩვენს მშობლებში, ჩვენ თვითონ ჯერ სანამ სულები ვართ და მოვევლინებით ამ ქვეყნად, ჩვენ თვითონ ვირჩევთ ჩვენ მშობლებს. ტყუილა არ იბადები იმ ოჯახში, რომელშიც დაიბადე, ესე იგი უნდა დაბადებულიყავი. ასევე ქვეყანასაც ჩვენ ვირჩევთ, ჩვენი სულები. სანამ მოვევლინებით დედამიწაზე, ჩვენ ვირჩევთ, რომელ ქვეყანაში დავიბადოთ, რომელ დროს დავიბადოთ, ვინ იყოს ჩვენი მამა და დედა. იმიტომ არის ხოლმე, რომ ზოგი წყვილი უშვილო არის. არ უჩნდება ჩვილი. იმიტომ რომ ჯერ იქ პროგრამაში არ არის სულიერ სამყაროში გადაწყვეტილი თუ ესა თუ ის სული,
ადამიანების ოჯახში უნდა დაიბადოს. და სანამ ეს იქ არ წყდება, მანამდე იმიტომ არის, რომ ბევრი წყვილი უშვილო არის და შვილს მოელოდებიან. როცა უკვე იქ გადაწყდება პროგრამა, მისი მატრიცა როგორი იქნება, რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს მან, მერე იბადება უკვე შვილი ამა თუ იმ ოჯახში. და ის ცოლ-ქმარიც, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს, ტყუილ არ შეხვდნენ ერთმანეთს. ესეც წინასწარ იყო კარმით, მატრიცით განსაზღვრული, რომ მათ ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. რომ ერთმანეთი გამოწვრთონ, ერთმანეთს რაღაც შეძინონ, რაღაც ასწავლონ. და სწავლა ყოველთვის არ ხდება ტკბილად და სიტყვით. ის ხშირ შემთხვევაში ხდება კონფლიქტითაც, ხდება გაშორებითაც, ერთმანეთის გადანჯვითაც. ტანჯვითაც ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება. ის ყველაფერი უბედურება, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს პატარა პრობლემებიც, ის დიდი პრობლემებიც, ეს ყველაფერი ტყუილ არ არის. ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ჩვენ ამით ვისწავლოთ. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ როცა ესეთი რაღაცები ხდება, ეს უბედურებები, ეს ტანჯვა, ეს ტკივილები, ადამიანი ხშირ შემთხვევაში სწორ დასკვნებს ვერ აკეთებს. და აი როცა სწორ დასკვნას ვერ აკეთებს ადამიანი, ის ვეღარ აგვარებს ამ პრობლემას და მისი ცნობიერება არ მაღლდება და ერთი და იგივე რუტინაში ვეფლობით. და ეს პრობლემა გრძელდება და 1000 სხვა ემატება. ამიტომ მთავარი არის, რომ ჩვენ სწორად გავაცნობიეროთ, როცა ჩვენ თავს ხდება რაღაც მოვლენა, რაღაც უბედურება, ან რაღაც კარგი, ან რაღაც ცუდი, რომ რატომ ხდება, რისთვის ხდება, ტყუილ არაფერი არ ხდება. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ რაღაცა გვასწავლოს იმან ჩვენ, რაღაც შეგვმატოს, რაღაც გაგვააზრებინოს, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, სწორი უნარები გამოვიმუშაოთ, ცნობიერება ავამაღლოთ. ამით მაღლდება ადამიანის სული. და გარდაცვალების შემდგომ უკვე ჩვენ ერთი სიტყვით ვამბობთ, რომ ხდება ან 60-ში ან ჯოჯოხეთშიო, მაგრამ ესე მარტივად არ არის, იქ ბევრი დონეები არის. სულიერ სამყაროს რამოდენიმე ათეული დონე არის. იქ არის დონე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჯოჯოხეთს, ანუ დაბალ ვიბრაციული სამყარო, იქ ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან შინაგანად ბოროტი ადამიანები, სიძულვილით, რომლებიც ცხოვრობდნენ, ბოღმით, აგრესიით, შურით და მათი ცნობიერება იყო მიწაზე მიბმული, მიჯაჭვული, ანუ მათი მთავარი მიზანი ცხოვრების იყო მატერიალური სიტკბო, ტანის სიამოვნება, მიწიერის სიამოვნება, ფული, ძალაუფლება და ეს მანქანები და შოპინგებზე სიარული. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრების, რომ აუცილებლად ყველა გარდავიცვლებით, არის სულიერი სამყარო, რომ იქ მაღალ დონეზე მოხვდეთ, რაც შეიძლება ახლოს ღმერთთან. ამიტომ მთავარი მიზანი ჩვენი არ უნდა იყოს მატერია და მიწიერი ცხოვრება, სამსახური, ფულის შოვნა და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა მიზანი ჩვენი მთავარი არის და ეს უნდა გავაცნობიეროთ, არის სულიერ სამყაროში მოხვედრა, იმიტომ ჩვენ იქიდან მოვედით. ჩვენ რო დავიბადეთ ადამიანებად, მანამდე არსებობდნენ ჩვენი სულები იქ სულიერ სამყაროში. და მე მოვედით ჩვენ უკვე ადამიანის სხეულებით. ანუ ჩვენ არ ვართ მარტო ის, რაც სარკეში ვიხედებით და ვართ. ეს ჩვენი დროებითი მიწიერი სხეულები არის. ჩვენი მთავარი არის სული, რომელიც უკან უბრუნდება ღმერთს და უნდა ვიზრუნოთ ამ სულის გამოწვრთობაზე, რომ სიყვარულით აღსავსე იყოს ეს სული, რომელიც დაუბრუნდება ღმერთს, რომ ის არ მოხდეს ჯოჯოხეთში და მოხდეს მაღალ დონეზე, მაღალ ვიბრაციულ დონეზე. იქ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც სიკეთით ცხოვრობდნენ, რომლებსაც არ ეზარებოდათ სიკეთის გაკეთება, რომლებიც იყვნენ სიყვარულით აღსავსე, რომლებსაც გამოიმუშავეს ეს დადებითი თვისებები, რომლებსაც ჰქონდათ სულიერი სიმშვიდე, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო სულიერი განვითარება და არ აყენებდნენ მატერიას წინა პლანზე, სულიერებაზე, რომლებიც აკეთებდნენ სიკეთეს, როცა მათ შეეძლოთ და როგორც მათ შეეძლოთ. ამ უნარებთან და თვისებებთან ერთად აუცილებელი არის და პირველ რიგში არის ცნობიერება, ცნობიერების ამაღლება. ყოველდღიურად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ საკუთარ თავზე და თავებზე. არ უნდა ვუყუროთ მარტო სხვას და ვიყუროთ მარტო სხვაგან რა ხდება და
თითივიში რო სხვაზე ყოველდღურად ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ რომ ეს რო ვთქვი ეს რო გავაკეთე რატო ვქენი რატო გავაკეთე როგორ უნდა მექნა რომ სწორად ყოფილიყო ჩვენ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა ვისწავლოთ ეს ყველაზე ძნელია სხვაზე თითის გაშვერა ეს და სხვისი შეფასება და გაკრიტიკება და განსჯა ეს ძალიან იოლი არის მაგრამ თავარი არის საკუთარ თავებზე ვიმუშაოთ საკუთარ მეზე საკუთარ პიროვნებაზე ყოველდღიურად გაგვიძებისას დაძინებისას უნდა უთხრათ ჩვენ თავს ვკითხოთ ჩვენ თავს დღეს ვის რა ვარგეთ ვის კარგი გავუკეთეთ რა ახალი ვისწავლეთ რა გავაცნობიერეთ ამისათვის ძალიან კარგია ცნობიერების ამაღლებისთვის როგორც გითხარით წინა ლაივებში ლოცვა მამაო ჩვენო მაგალითად რომელიც ზეპირად არ უნდა ილოცოთ ესე მექანიკურად უნდა გინდოდეთ მთელი გულით მთელი სულით რომ ილოცოთ და მაშინ ილოცეთ გააზრებულად ის სიტყვები გესმოდეთ რომ ამბობთ მამაო ჩვენო რომელი ხართ საათაშინა მარტო დაზეპირებულად კი არ უნდა ვთქვათ სიტყვები გავაანალიზოთ გავაცნობიეროთ ვის მიმართავთ რატო მიმართავთ რა სიბზნედებს იმ სიტყვებში ლოცვასთან ერთად ძალიან კარგი ადამიანებთან ურთიერთობა სუფთა ურთიერთობა ერთმანეთთან ურთიერთობა ურთიერთგაგება წიგნების კითხვა ძალიან კარგია რელიგიური წიგნების კითხვა სახარებების ძველი აღთქმის ახალი აღთქმის განსაკუთრებით ფსალმუნების ძალიან კარგია ფილოსოფიური წიგნების კითხვა ცნობიერებას აფართოვებს ფსიქოლოგიური წიგნების ეზოთერიული ცოდნაც აუცილებელი არის თეოსოფია მაგალითად ანთროპოსოფია სხვადასხვა ეზოთერიული მიმდინარეობები ძალიან კარგი არის ასევე იოგის სუნთქვითი ვარჯიშები მედიტაციები სულიერი პრაქტიკები ეს საჭიროა და აუცილებელია დღეს არის უკვე ამის საშუალებები ამის წიგნებით წაკითხვაც შეიძლება ქართულ ენაზეც სხვა ენებზეც ამის ცენტრებიც არის გახსნილი სადაც ამ ყველაფერს ასწავლიან უბრალოდ სწორი სპეციალისტი უნდა შეარჩიოთ რომ დარწმუნებული ვიყოთ რომ ის ნამდვილად სპეციალისტია თავის სფეროში რომ ნამდვილად იოგინია ვინც იოგას ასწავლის რომ ნამდვილად იცის და ესმის ეს საქმე ასევე ამ უნარებთან ერთად რაც მთავარი მისია ჩვენი რომ გამოვიმუშაოთ ასევე ადამიანებს აქვთ კონკრეტული მისიებიც ეს კონკრეტული მისია არის მისი მაგალითად საზოგადოებრივი მისია თუ რა პროფესიის უნდა იყოს ადამიანი რომელ პროფესიაში უნდა იპოვოს მან თავის თავი რომელი პროფესიისთვის არის ის დაბადებული აი მაგალითად თუ ადამიანი დაბადებულია იმისთვის რომ იყოს მზრუნველი რომ იზრუნოს ადამიანებზე ემსახუროს ადამიანებს ადამიანების მსახურება ეს ღმერთის მსახურება რომ ადამიანი ხატათაა ღმერთის მსახური ღმერთის შექმნილი აი მაგათ ადამიანის მოწოდება რომ ის იყოს ექიმი და მას აქვს ამის სურვილი მაგრამ მშობლებმა უთხრეს რომ არაო ექიმობა არ გინდაო აი მე იურისტი ვიყავიო მაგალითად მამამისი და ისი იმასაც შვილსაც ძალით ასწავლეს სამართალი და შვილიც გამოვიდა იურისტი მაგრამ ის ვერ იქნება წარმატებული ამ სფეროში იმიტომ რომ მისი სულიერი მისია საზოგადოებრივი არის რომ ყოფილიყო ექიმი და ეზრუნა ადამიანებზე და ისწავიდა სხვა გზით გახდა იურისტი ან ეკონომისტი ის ვერ იქნება ვერც წარმატებული და პირველ რიგში რასკვლელთავარია ის ყოველთვის შინაგანად იქნება უბედური იმიტომ ის თავის ბოლომდე ვერ იპოვის და რეალიზებას ვერ მოახდენს თავის იმ სფეროში რომელიც მას აარჩევინეს და არა ის რომელიც თვითონ უნდა აერჩია რომ მისი დანიშნულება იყო რომ ის ექიმი ყოფილიყო და მას რომ თავის დანიშნულება აერჩია ის ბედნიერიც იქნებოდა თავსაც იპოვიდა და საზოგადოებრივ თავის მისიასაც აღასრულებდა ამ სულიერ მისიას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებო თქვენ მოგმართავთ რომ შვილებს ბავშვებს რაც თვითონ უნდათ აინტერესებთ მოსწონთ და მიდრეკილება აქვთ შეუწყეთ ხელი რომ იმ სფეროში განვითარდნენ თავიდანვე სკოლიდანვე ინსტიტუტიდანვე ნუ ეტყვით რომ მანდამეც ის გამოვიდნენ რაც მათ არ უნდათ მაგრამ თქვენ გონიათ რომ ეს კარგი არის ყველა ადამიანმა თვითონ შინაგანად იცის და ინტუიციურად ხვდება რა არის მისი დანიშნულება
რა უნდა იყოს ის, რა უნდა გამოვიდეს, რა სპეციალობის, რა პროფესიის, როგორ ემსახუროს თავის ქვეყანას, ერს და სახელმწიფოს. Ქვეცნობიერში ყველას უგდევს ეს, ამიტომ ნუ დაუშლით ბავშვს თუ უნდა მაგალითად გამოვიდეს ექიმი, ან მზარეული, ან სპორტსმენი. თუ მას ეს უნდა ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რომ მან განახორციელოს ეს თავის ჩანაფიქრი და იყოს იმ პროფესიის, რომელიც მას უნდა. და ნუ მოახოთ ძალით თავზე, რომ გინდა თუ ეს გამოდიშვილო, ან ის გამოდიო. იმიტომ რომ ყველა ადამიანმა თვითონ უკეთ იცის ინტუიციურ დონეზე, თვითონ გზნობს, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა გამოვიდეს. ამაში თქვენ მშობლებმა მას ხელი უნდა შეუწყოთ. ძალიან კარგი ასევე სიბრძნეების გაანალიზება, სიბრძნეების გაცნობიერება. ერთი ესეთი სიბრძნე, რომელიც ძალიან მიყვარს, ბუდას სიბრძნე. ბუდიზმიდან, ბუდიზმი შექმნა ბუდა. ესეთი კარგი გამოთქმა აქვს, რომ ბედნიერება არ არის იმაში, რომ ბედნიერებას მიაღწიო. ბედნიერება თვითონ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაშია, პროცესში. აი ჩვენ ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ რაღაცას რომ მივაღწევთ, ბევრ ფულს რომ ვიშოვით, ან რაღაცას რომ მივაღწევთ, რაღაცას რომ გავაკეთებთ, აი მერე ვიქნებით ბედნიერები. არა, ეს ტყუილი არის. ბედნიერი თავიდანვე უნდა იყოს. იმ პროცესის დროს, იმ გზის დროს უნდა იყო ბედნიერი, როცა იმ მიზნისკენ მიდიხარ, რომელი მიზანსაც გინდა რომ მიაღწიო. იქნება ეს ფულის შოვნა, იქნება რაღაცის გაკეთება, რაღაცის აშენება, რაღაც კარიერული წინსვლა, თუ ასე შემდეგ. ანუ თავიდანვე ბედნიერი უნდა იყო. დღეს აქ ამ წუთას უკვე ეხლა ბედნიერი უნდა იყო. არ უნდა ქონდეს იმის მოლოდინი, რომ მერე იქნები ბედნიერი. თუ ეხლა არ ხარ ბედნიერი, ვერც მერე იქნები ბედნიერი. პროცესშივე, გზაშივე უნდა იყო ბედნიერი. ბიზნესკენ მიმავალ გზაში ეს განიჭებს ბედნიერებას. თუ იმას ელოდე, რომ მიზანს მიაღწევ და მერე გახდები ბედნიერი, სანამ იმ მიზანს მიაღწევ, იმდენი პრობლემა დაგროვდება. რომ იმ მიზანს რომ მიაღწევ, უკვე 100-ჯერ მეტი პრობლემა იქნება და ვაი ეგეთ მიზნის მიღწევას. თავიდანვე უნდა იყო ბედნიერი. ბედნიერებისკენ მიმავალი გზაშია ბედნიერება. ეს ერთ-ერთი ბუდას სიბრძნიდან მოგიყვანეთ. შემდეგ ლაივში უკვე ბევრ სხვა სიბრძნებს მოგიყვანთ, როგორც ბუდიზმიდან, ისე ქრისტიანობიდან, ისე როგორც სხვა რელიგიებიდან, ფილოსოფოსებიდან, ბრძენი ადამიანებიდან, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ეროვნების და ეს სიბრძნები განვიხილოთ, გავიაზროთ და გავაცნობიეროთ. რაც უფრო მეტ სიბრძნეს გააცნობიერებთ, ცნობიერება მაღლდება. ცნობიერების ამაღლება იწვევს პირდაპირ სულიერების ამაღლებას. სულიერების ამაღლება იწვევს ვიბრაციების ამაღლებას. რასაც ქართულად რხევა ქვია, რხევები, ვიბრაციები. ვიბრაცია სულის ენერგია. ეს პირდაპირ ზემოქმედებს როგორც განწყობაზე, სულიერ მდგომარეობაზე, ისე ცნობიერებაზე. და რაც უფრო ამაღლებული გვექნება ჩვენ ცნობიერება და სულიერება, უფრო მეტად უახლოვდებით ამით სულიერ სამყაროს. ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც მეტს გავაცნობიერებთ, გავიაზრებთ, მით უფრო და უფრო სულიერები ვხდებით და ჩვენი გარდაცვალების შემდეგ და ჩვენი გარდაცვალება კიდევ როდის იქნება არავინ არ იცის. შეიძლება დღეს იყოს, შეიძლება ხვალ იყოს, შეიძლება 20 წლის მერე იყოს. არავინ არ ვიცით ხო როდის იქნება საჭირო ჩვენი გაყვანა აქედან იქ საიქიოში, ჩვენი გარდაცვალება როდის მოხდება. ამისთვის ყოველდღე მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად არა შიშით, არამედ სიყვარულით. იმიტომ როცა სიყვარულით ხარ ახსავს სულიერება მაღალი გაქვს. და გარდაცვალების შემდეგ ხვდები უკვე სამოთხეში, სულიერ სამეფოში. იქ არ არის არაფერი საშიში, იმიტომ იქ არ არის ამდენი ტკივილი, ამდენი ტანჯვა, რაც აქ. იქ უკეთესია და იქ რომ მოვხვდეთ ამისთვის უნდა ვიყოთ შესაბამისი იმისი, იმ სამყაროსი. იმის შესაბამისები ისინი არიან და ისინი ვიქნებით, ვინც სიყვარულით იქნება. ახსავსე და იქნება მაღალი ცნობიერების. ეს მაღალი ცნობიერება წევს ვიბრაციებს. და ადამიანის გარდაცვალების შემდგომ უკვე ის როგორ ვიბრაციებსაც ატარებდა, ანუ რა ცნობიერება ქონდა მას, რა სულიერი მდგომარეობა და
როგორი განწყობა და გრძნობა შინაგანი მის პიროვნებას, მის მეს, იმის მიხედვით ხდება ის იმ სამყაროში. რაც უფრო მაღალი აქვს ადამიანის სულიერება, ის უფრო მაღლა და ახლოს არის ღმერთთან, უკეთეს სამყაროში. ჩვენ კი ესე ვამბობთ ხოლმე ერთი სიტყვით 64, მაგრამ იქ ესე ერთი სიტყვით არა, იქაც არის ის ცხოვრება, როგორც აქ. იქაო უკეთესი ვიდრე აქ. როგორც გითხარით, იქ არც ტკივილი არის, არც სიკვდილი, იქ ყველაფერი კარგად არის და ყველა ყოველთვის სიყვარულში და ბედნიერებაში არის. იქ დრო არ არის ისე როგორც აქ. იქ უდროობაა. მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან რომ ვთქვათ, იქაც მიდის ყოველდღიური ცხოვრება. გავს ჩვენსას რაღაცაში. აქ თუ ჩვენ წუთი სოფელი ვართ, იქ მარადიულობა არის. ამიტომ ნუ დაიზარებთ, ყოველდღიურად იმუშავეთ თქვენ თავზე და გახსოვდეთ, რომ ათული თუ გვიანა ჩვენ გარდავიცვლებით. მაგრამ რას წავიღებთ თან? და თან მიგვაქვს ის ცოდნა და ის ცნობიერება, რომელიც ავიმაღლეთ და უნდა ავიმაღლოთ აქ მიწიერ ცხოვრების დროს. ამიტომ დროს უქმად ნუ დავხარჯავთ. ყოველი წამი წუთი და ყოველი დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ჩვენი ცნობიერება. გავხდეთ უფრო კეთილები, გავხდეთ უფრო მიმტევებლები, მადლიერები. ვიფიქროთ სხვაზე, ერთმანეთზე, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში, გამოწვდოთ ერთმანეთი. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენ როგორც მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ასევე შემდგომ უკვე სულიერ სამყაროში მაღალ დონეზე მოხვედრაში, მაღალ ვიბრაციებში ყოფნაში. ამისთვის სიბრძნეების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ ლაივზე უკვე ბევრ სხვა სიბრძნეს განვიხილავ. გავაცნობიეროთ, გავიაზროთ ეს სიბრძნეები, რომ ჩვენი ცნობიერება ამაღლდეს, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი, შინაარსიანი გახდეს. არის ესეთი გამოთქმა ცოცხალმკვდარი. ცოცხალმკვდარი არის ის ადამიანი, რომელიც გაუაზრებლად ცხოვრობს და გაუცნობიერებლად, მექანიკურად, რობოტივით, ბოტივით. ამიტომ ყოველ დღე ეცადეთ, რომ გააზრებულად აკეთოთ ყველაფერი. მექანიკურები ნუ გახდებით რობოტებივით. ყველაფერი გააცნობიერეთ, გააზრებულად ქენით, გრძნობით ქენით და სიყვარულით. და ყოველ დღე თქვენ თავს კითხვა დაუსვით, რატო ხდება ეს, რატო ვაკეთებ ამას. ყველაფერი გაცნობიერებად და გააზრებულად ქენით. რომ იყოთ ცოცხლები. სიცოცხლე მარტო ის არ არის, ფიზიკურად რო ხარ. სიცოცხლე ეს პირველ რიგში ჩვენ გონებაში ხდება, ჩვენ აზროვნებაში. და ცოცხალმკვდარი არის ის ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ გონებრივად ვერ აზროვნებს, არ აზროვნებს და არის მექანიკური. ამიტომ ყველაფერი უნდა გააცნობიერებულად, გააზრებულად ვაკეთოთ. გააზრებულად ვიცხოვროთ და ასე უკეთესი ცხოვრება გველის. ახლა კითხვებს წავიკითხავ. მართალი ხართ, желаю вам удачи в вашем добром деле. Спасибо большое. ახლა ქართულ კითხვებს წავითხავ. დიდი სიამოვნებით გისმენთ. მადლობა, გაიხარეთ ასეთი კარგი სასიამოვნო გადმოცემისთვის. მადლობთ. ახლა დამისვით კითხვები. ხედავ უკვე თქვენ კითხვებს. რა თემაზეც გინდათ დამისვით კითხვა. იქნება ეს ყოველდღიური ცხოვრების მიწიერი საკითხი, ფილოსოფია, სულიერება, თქვენ რაც გინდათ, რაც გაინტერესებთ. გინ წინანდელი ლაივებიდან რაც ვთქვი, გინ დღევანდელი უკვე ლაივიდან კითხეთ დამისვით კითხვა და მე გიპასუხებთ ონლაინ პირდაპირ ეთერში ყველა თქვენ კითხვაზე. იხაროს თქვენმა გამოცდილებმა. დიდი მადლობა. მადლობა დალოცვისთვის, მაგრამ კითხვები დამისვით. არ მოგერიდოთ რა თემაზეც გინდათ, როგორი კითხვაც გინდათ, დამისვით ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. აი უკვე გელოდებით, დამიწერეთ კითხვები, მეგობრებო. და დაალაიქეთ ლაივი. ლაივის მერე რო გავალ ლაივიდან, ჩემ პირად გვერდზე აიტვირთება ეს ლაივი, რასაც შემდგომ ნახავთ და თუ არ დაგეზარებათ, დაალაიქეთ. გამიხარდება. ველოდები კითხვებს, შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. არა აუცილებელი ამ თემასთან იყოს კავშირი თქვენი კითხვა, შეიძლება სხვა თემაზე იყოს, სხვა საკითხზე იყოს, ნებისმიერ თემაზე. რომ დამისვით კითხვები, მაინტერესებს თქვენი კითხვები. რა ლიტერატურა წაიკითხონ ახალგაზრდებმა.
კარგი კითხვა არის ახალგაზრდისთვის, რომელიც იწყებს გარკვევას სულიერ საკითხებში და ამისათვის ძალიან კარგი არის დაიწყოს თავიდან მაგალითად ბლავაცკაიას ეზოთერიიდან და მისი თეოსოფიიდან. ბლავაცკაიას წიგნები, გურჯიევის წიგნები, ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი, რომ გაეცნოს ის ეზოთერიულ სულიერ სამყაროს. აი მაღლოს ცნობიერება ძალიან კარგი გურჯიევი, ბლავაცკაია. ჩამწვდომი თქვენი საუბარი. მადლობთ. ყველაზე კარგი არის სახარებების კითხვა. ბიბლიის კითხვა, ახალი აღთქმის კითხვა. კი ბევრი რაღაც შეიძლება იქ გაუგებარი იყოს, განსაკუთრებით ახალგაზრდისთვის, მაგრამ როცა კითხულობ, მაინც ხვდები რა წერია, როგორ წერია, გააზრებულად რომ წაიკითხავ, აუცილებლად გაიგებ ყველაფერს, ესეთი გამოთქმაც არის. ისწავლე მეტი და არა ბევრი. არ არის აუცილებლად ბევრი წაიკითხოთ. თავად ცოტა წაიკითხოთ, მაგრამ იმ ცოტაში ბევრს მიხვდეთ, მეტს მიხვდეთ. წაიკითხეთ მეტი და არა ბევრი. შეიძლება ერთი წიგნი წაიკითხოთ და ყველაფერი გაიგო, შეიძლება 10 წიგნი წაიკითხოთ და ვერაფერი ვერ გაიგო. ჯობია ცოტა წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ შინაარსიანად გაიგოთ. ვიდრე ბევრი წიგნი და ყველაფერი ვერ გაიგოთ. იზღწელეთ და იხარეთ ხალხონცი ასეთი კარგი შვილის გასტისთვის. მადლობა. სმენა ხთანებს. დიახ, ნუ იქნებით ცოცხალ მკვდრები. აი კარგი კითხვა არის. ნათი დამისვა ეს კითხვა. რომ მოხდებაო მეოთხე მეხუთე განზომილებაში გადასვლა უკვე სიმყარეში. როცა ფიზიკური ჩვენი სხეულებით შეიცვლება და მატერიად შეიცვლება და დედამიწად შეიცვლება. ვინ დარჩება, ვინ გადავაო. გადასვლით როგორც ვარაუდობენ ცოდნე ხალხი და კონტაქტორები იმ სამყაროებთან 10-15% მოახდენს გადასვლას დედამიწის მაცხოვრებლების. ვინც არის ახლა 12-13 წლამდე ბავშვები, ისინი ყველა გადავლენ 12-13-14 წლამდე. აი ზევით უკვე ვინც ვართ, გადავათ 15% მთელი კაცობრიობის. არ ვიცი საქართველოს რამდენი მოვა 10,000 კაცი იქნება თუ 100,000 კაცი, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ გადავლენ ის, ვინც იქნებიან იმ ცნობიერების შესაფერისი და შესაბამისი. როგორც თევზი ცხოვრობს წყალში, ხო? თევზი ხო ცაში ვერ იფრენს ჩიტივით. ასე ჩიტი ვერ იცხოვრებს წყლის ქვეშ, როგორც თევზი. უნდა იყოს შეესაბამებოდა იმ სამყაროს. და ეხლა შემოდის სულიერი სამყარო, სულიერი ეპოქა, მერწყულის ეპოქა. ამას მოყვება მეოთხე მეხუთე განზომილებაში გადასვლა. ჯერ ცნობიერებით, შემდეგ უკვე მატერიაში. უნდა შეესაბამებოდა იმ მეხუთე განზომილებას. მეხუთე განზომილებას შეესაბამება ის ადამიანები, რომლებიც არიან გააზრებულები, რომლებსაც აქვს ცნობიერება მაღალი, რომლებიც არიან უფრო ჰუმანურები, ჰარმონიულები, რომლებსაც სიყვარული უდევთ გულში და რწმენა და იმედი და ატარებენ ამ სულიერ თვისებებს, კეთილშობილურ თვისებებს და ფიზიკურადაც ცხოვრობენ ესე. ის ადამიანები გადავლენ იქ. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი შევიცნოთ, უფრო სულიერები გავხდეთ, უფრო ავიმაღლოთ ცნობიერება, რომ ყველანი მოხვდეთ იქ. მაგრამ იქ ვინც ვერ მოხვდება და იქ ვინც მოხვდება, ფიზიკური გარდაცვალება ადრე თუ გვიან იქაც მოხდება და აქაც მოხდება. ანუ სულიერ სამეფოში ჩვენი ყველა სული მაინც წავა. ამიტომ მეხუთე განზომილებაში გადასვლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგაზე უფრო მთავარი მაინც სულიერ სამყაროში წასვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანის შექმნის ეგ არის, რომ ის ადრე თუ გვიან მოხდება ან სამოთხეში მაღალ ვიბრაციულ სამყაროებში, ან ჯოჯოხეთში და დაბალ ვიბრაციულ სამყაროებში. მერე რეინკარნაციებიც ხდება გარკვეული დროის შემდეგ. მაგრამ ადამიანი, რომელიც ცუდად ცხოვრობდა და ცუდი თვისებები გამოიმუშავა და ცუდი უნარები
და ცუდ საქმეებს აკეთებდა და ქონდათ ცუდი აზრები. ისინი მე ცუდ ქვეყნებში იბადებიან, სადაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, შიმშილობა, მაგალითად აფრიკის ქვეყნებში იტანჯებიან და კარმა მუშაობს მე მათი წინა ცხოვრებებში დაგროვილი კარმა. ადამიანი რომელიც სიბოროტეებში ჩადიოდა და შემდეგ ცხოვრებაში ისეთ ადგილას იბადება და ისეთ ვითარებაში, რომ ის კარმა ურტყავს მას. უბრუნდება ეს უკან. მან თუ მოკლა თავის ცხოვრებაში ვინმე, შემდეგ მის ცხოვრებაში მას მოკლავენ და უფრო სასტიკად ვიდრე მან მოკლა. ამიტომ რაც მეტად ვიქნებით უფრო ცნობიერი ადამიანები აღარ შვება იმდენ ცუდს, რასაც შვება გაუცნობიერებელი ადამიანი. ადამიანს რომელსაც ცნობიერება აქვს, ის არ მოკლავს კაცს, ის იულად არ გაიმეტებს სხვას. და რომელსაც დაბალი ცნობიერება აქვს და დაბალ ვიბრაციებშია და არ აქვს სიყვარულის გზნობა, თანაგზნობა, ის იულად გაიმეტებს სხვას და იულად მოკლავს. და რამდენი მკვლელობა ხდება მსოფლიოში, რომ ბევრი დაბალი ცნობიერების ადამიანები არიან. ისინი ნამდვილად ვერ გადავლენ, რაც მეოთხე და რაც მეხუთე განზომილებაში. და ისინი არც უნდა გადავიდნენ იქ. ყოველთვის მაინტერესებდა მაგ ერთი ოჯახის წევრი, ვინც იმ ქვეყნად გადავა, თმენეც ხვდებიანო, მაგრამ მე მაგ ჯოჯოხეთში ხვდები, თმა დამიფაროს ჩემი სამოთხეში, როგორ შევხვდებით ერთმანეთს. ანუ სულიერ სამყაროშიც არის იქ ცხოვრება, იქაური ყოფა. როცა ჩვენი წინაპრები გარდაიცვალნენ და მოხვდნენ იქ სულიერ სამყაროში, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ ვნახავთ მათ იქ. ისინიც ვნახავენ ჩვენ შევხვდებით მათ. მაგრამ ეს კითხვა იყო, რომ მეუღლე თუ ჯოჯოხეთში მოხვდაო და მე სამოთხეში ან პირიქითო, როგორ ვნახავთ ერთმანეთსო. მანდ არის ესეთი სტრუქტურა არის სულიერი, რომ ვინც მაღალ დონეზე ხვდება, მაგალითად ცოლი მოხვდა სამოთხეში, ხო? და ქმარი ჯოჯოხეთში. ცოლს შეუძლია ნახოს ის, ჩავიდეს მასთან და მოინახულოს. მაგრამ ქმარი ვერ ნახავს მას, იმიტომ რომ ქმარი ჯოჯოხეთშია, დაბალ ვიბრაციულშია. მას არ აქვს ის ძალა, რომ ავიდეს ზევით და ნახოს ის. და ვინც სამოთხეშია, მას თუ უნდა ქმრის ნახვა, მას შეუძლია ჩავიდეს იქ და ნახოს ის. ანუ სურვილის შემთხვევაში იქ შეიძლება ერთმანეთის ნახვა. იქ ყველაფერი სურვილით ხდება და ნებით. იქ ძალით არაფერი არ ხდება. იმიტომაც არის სრულყოფილი სამყარო, სულიერი სამყარო, იქ შენ ნებით ცხოვრობ, სუფთანებით და არ გიწევს როგორც ჩვენთან აქ დედამიწაზე ხლაფორთი და ასე შემდეგ. ანუ იქ ბევრად უკეთესი არის. და რაც ყველაზე მთავარია კიდე რაც მინდა გითხრათ, რომ ერთია ჩვენ რას ვფიქრობთ ადამიანები და მეორეა იქ რას ფიქრობენ და იქ როგორ გადაწყვიტეს და რა გადაწყვიტეს. მაგალითად ჩვენ ბევრ ადამიანებს გმირებს ვეძახით, ისტორიულ პერსონაჟებს, მოქმედ გავლენიან ადამიანებს, ბევრი ჩვენ კარგი გუგონია. ბევრი ადამიანი მაგალითად კათოლიკურ ეკლესიაში წმინდანად არის შეტანილი. მაგალითად ჟანა დარკი. და ჩვენთან რომ წმინდანად შეიტანეს არ ნიშნავს, რომ იქ სულიერ სამყაროში გახდა ის წმინდანი. ერთი ადამიანი რას წყვიტავს თავის ადამიანური ჭკუით და მეორე იქ რა აქვს გადაწყვეტილი. ამით რის თქმა მინდა, რომ არის როცა გარეთ აკეთებენ ვითომ სიკეთეს, ვითომ კარგ საქმეებს, რომ სხვამ დაანახონ, რომ ვითომ კარგი გააკეთეს, მაგრამ შიგნით არ უდევთ ის სიკეთე, რასაც გარეთ ვითომ აკეთებენ. და ამას იქ ზევით ხედავენ. ამიტომ თავარია შინაგანად ვიყოთ სიყვარულით და სიკეთით განწყობილები. რომ ჩვენ განწყობას იქ ისე ხედავენ, როგორც ჩვენ აქ ერთმანეთს. და ადამიანი შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ აქ ვერ დააფასონ. და აქ ეგონოთ ცუდი ადამიანი. მაგრამ იქ ხომ იციან რომ ის კარგი არის, რომ ის შინაგან სამყაროს იქ ხედავენ, თავარი შინაგანი სამყარო, შენი შინაგანი განწყობა და იქ უფასდება მას ეს. აი რამდენი ჩვენი წმინდანი იყო განდეგილი, მამა გაბრიელი მაგალითად, გიშს ეძახდნენ ადამიანები. განდეგილი იყო, ასე სერაფიმ საროველიც, სერაფიმ რადონეჟელიც, განდეგილები იყვნენ.
და გიჟებს ეძახდნენ მათ. მაგრამ იქ ხომ წმინდანები არიან. მაგრამ აქ ადამიანები როგორც უდათ ექცეოდნენ. ამიტომ თავარი არის გახსოვდეთ შინაგანი განწყობა. შენ თუ შიგნით კეთილი ხარ და კეთილშობილი ხარ, არა უცბერ გარეთ სხვა ადამიანმა დაინახოს. შეიძლება პირიქით დაინახონ. შეიძლება თეთრი შავად გიქციონ, მაგრამ თქვენ ნუ შეიცვლებით შიგნით. იმიტომ რომ იქ ზევით ხედავენ და ის დაგიფასდებათ აუცილებლად. ასეთი გამოთქმაც არის რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ თავარია სიკეთე ღმერთისთვის აკეთო და არა ადამიანებისთვის. რომ ადამიანებისთვის რაც არ უნდა აკეთო სიკეთე. ბევრი ადამიანი ამას მაინც არ დაინახავს, არ დაგიფასებს და პირიქით თეთრს შავს იტყვიან. ამიტომ ადამიანებისთვისაც აკეთეთ სიკეთე, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში შინაგანად იყავით ის, რასაც გარეთ აკეთებთ. ხელოვნურად თუ გააკეთებთ ნურაფეს გარეთ. შინაგანად იყავით მადლიერი, იყავით სიყვარულით აღსავსე, რწმენით და იმედით. შეიძლება გარეთ ვერ გააკეთო, ვერ დაეხმარო ადამიანს, იმ დროს არ გაქვს ის და არ შეგიძლია, მაგრამ შიგნით უნდა გინდოდეს ეს. და შიგნით რომ გინდა ეს რომ დაეხმარო, ფიზიკურად ვერ ეხმარები, მაგრამ შინაგანად გინდა რომ დაეხმარო, ამას ხედავენ ზევით, ამას გიფასებენ. და ბევრი არის რომ ისე ეხმარება, რომ გარეთ ეხმარება, რომ სხვამ დაინახოს, მაგრამ შინაგანად სულ არ უნდა და მას ეს მას არ დაუფასდება. ადამიანებმა აქ შეიძლება დაუფასონ. რომ ადამიანები ხშირად ტყულდებით. მაგრამ იქ ხედავენ ყველაფერს. ამიტომ რაც ჩვენ ცნობიერებაში ხდება, ჩვენ აზრებში, ჩვენ განწყობაში, ამას ყველაფერს იქ აფიქსირებენ ზევით სულიერ სამყაროში. ამიტომ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება კარგ განწყობაზე, რწმენით, იმედით და სიყვარულით აღსავსეები. და ჩვენი მატერიალური ცხოვრებაც უკეთესად წავა. და იქაური ცხოვრებაც. ახლა ისევ კითხვებს წავიკითხო, რამოდენიმე კითხვა გამომჩა მე მგონი. პირველად გისმენთ და მაინტერესებს კითხვა რა თემაზე. რა თემაზეც გინდათ დამეშვით კითხვა, რაც თქვენ გაინტერესებთ. პირველად გისმენთ. ასეთი განათლება ფართო მასშტაბით უნდა იყოს მოსმენილი, გაცნობიერდება საზოგადოება და აფიქრებთ თავიანთ საქციელზე, უფრო მობილნი გახდებიან, როგორი კარგად ხსნით. მაგისთვის ვაკეთებ ზუსტად. ამისთვის ვსაუბრობ, რომ ამ ვიდეოს ხომ მარტო დღეს არ უყურებენ. ზოგი ხვალ ნახავს, ზოგი ერთი კვირის მერე, ზოგი ერთი თვის მერე, ზოგი ერთი წლის მერე და ერთი ისეთი სიტყვა შეიძლება დაიჭირონ თავისთვის. რაც შეცვლით სრულიად მათ ცნობიერებას და მათ ცხოვრებას. და უფრო უკეთესები გახდებიან. მე ისინი მათ შემყურეს ხვებით შეიცვლებიან და სიკეთე გადამდებია. მაგრამ ასევე სიბოროტეს გადამდებია. ამიტომ უნდა ვაკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, ბნელისთვის და სიბოროტისთვის ადგილი არ დავტოვოთ, რომ გადაედოს. სუსიკეთე უნდა გადავდოთ ერთმანეთს. მადლობა. მე კვირაობით მაქვს ლაივი, ყოველ კვირას. ვცდილობ რომ 7 საათზე გავაკეთო. შეიძლება ოდნავ გვიან, მაგრამ კვირაობით, ყოველ კვირა დღეს მექნება ლაივი. თქვენ მისაბაძიმ ბატონო ბრძანდებით გაიხაროს თქვენმა გამზელმა ერთი სული მაქვს როდის გაგიცნობთ. მადლობა ესეთი შექებისთვის. კითხვები შეგიძლიათ მერეც მომწეროთ, რომ დავდებ ამ ლაივს ჩემ გვერდზე. იქაც შეგიძლიათ დააკომენტაროთ, დაწეროთ კითხვები და მე დროთა განმავლობაში გიპასუხებთ, მოგწერთ პასუხებს თქვენ კითხვებზე. ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ კვირამდე. მადლობთ რომ ისმენთ და მილაიქეთ ვიდეო, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. დაგემშვიდობებით შემდეგ კვირამდე. მადლობთ მეგობრებო. დროებით ღმერთი არს ჩვენთან.
ყველაფერი კარგად იქნება.